მოგესალმებით, ეთერშია დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება, ახალ ამბებს ხათუნა ჩანგსელიანი გაგაცნობთ. არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ოზურგეთში კახაკუკავა და ფიქრია ჩიხრაძე ოზურგეთელ ხარდამჭერებს მერობისა და გამგებლობის კანდიდატთან ერთად შეხვდა. გურიაში გაიხსნეს დამატებით ჩაის და ფორთოხლის წვენების წარმოებელი კომბინატები, ეს თბილისის და დიდი ქალაქების მოსახლეობას უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. ივანე ტაბატაძე წინა საარჩევნო დაპირებებითა და პროგრამით. ახალგაზრდობის დასაქმებას ვგეგმავ, უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები, ინვესტიციები და შევქმნათ სამუშაო ადგილები. კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წინა საარჩევნო შეხვედრა ჩოხატაურის ქუჩაზე. სწორედაც 15 ივნისის შემდეგ ის რაც მოხდება ჩვენს ქალაქში, მე მომცა იმისი ძალა, რომ გადამედგა ეს ნაბიჯი და გამეცა ეს დაპირებები, რასაც ჩვენ გვიძინებთ. არის თუ არა რადიაციული დონე ოზურგეთში საგანგაშო და დგას თუ არა ოზურგეთი ონკოლოგიური საფრთხის წინაშე. აქ არ არის ლაპარაკი მარტო მერიაზე. ჩვენ უამრავი სამხედრო დანიშნულების ობიექტი გვქონდა რაიონის და ქალაქის ტერიტორიაზე და ისმის კითხვა, რატომ არჩევნების წინ ოდესმე ხომ უნდა დაისვას საკითხი. არჩევნების წინაც არავინ პირდება ამ გაჭირვებულ ხალხს ამ უდიდესი პრობლემის მოგვარებას. არასაპარლამენტო ოპოზიციის ოზურგეთის მერობისა და გამგებლობის კანდიდატთან ერთად დღეს მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებიც შეხვდნენ. ჭადრების ბაღში შეკრებილ მხარდამჭერებს დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ. კახაკუკავამ და ფიქრია ჩიხრაძემ ოზურგეთელ ამომრჩეველს თავიანთი პარტიის პრიორიტეტები და უპირატესობები გააცნეს. დარიგდა წინა საარჩევნო კამპანიის ბროშურები. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, მათი მიზანი ცხოვრების სტანდარტის ამაღლება, წვრილ ფერმერთა ხელშეწყობა, ქალაქებისა და რაიონების ბიუჯეტები, მოსახლეობის სოციალური დაცვა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ჩვენი ამოცანა იქნება არა რაღაცა რო აცხადებენ საერთაშორისო, ქართულ, ბრიტანული, ევრო და რაღაცა აბსოლუტურად მითოლოგიური პროექტები, არამედ ის რომ გურიაში გაიხსნეს დამატებით ჩაის და ფორთოხლის წვენების წარმოებელი კომბინატები, ეს თბილისის და დიდი ქალაქების მოსახლეობას უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, ხოლო გურიის უღარიბეს სოფლებს უზრუნველყოფს იმით, რომ მათ წარმოებულ პროდუქციას ჩაი იქნება თუ ეს ციტრუსი დაედება რეალური საბაზრო ფასი. მთელი სოფლები, მთელი რაიონის სოფლები ითხოვს, რომ იყოს ახალი მოსული გამგებელი და ამიტომ ვინდა რომ დაუჭიროთ მინდია კეჭაღმაძეს, რომელიც ნამდვილად ჩამოყალიბებული, წესიერი, სწავლული, განათლებული, სუფთა ხელებით მომსვლელი ახალგაზრდა ბრძანდება. რუბრიკის ვის ვირჩევთ დღევანდელი სტუმარი პარტია საქართველოს გზის ოზურგეთის მერობის კანდიდატი ივანე ტაბატაძეა. ივანე ტაბატაძე საარჩევნო სიის მე-18 ნომერი და ოზურგეთის მერობის კანდიდატია. იგი კენჭ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის პარტიიდან იყრის. ივანე ტაბატაძე 1974 წლის 14 იანვარს ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. 1991 წელს დაამთავრა ქალაქ ოზურგეთის ნომერ მე-3 საშუალო სკოლა. 1991-96 წლებში სწავლობდა საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და მიენიჭა მენეჯერ ეკონომისტის უმაღლესი კვალიფიკაცია. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქალაქ თბილისის მერიის სახალხო მოხმარების საქონლის უსაფრთხოების ხარისხისა და გაზომვის საშუალებათა ტესტირების ცენტრ ფილტესტის უფროსი სპეციალისტად. 1997-99 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის ხარისხისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მუნიციპალური სამსახურის ხარისხისა და კონტროლის უზრუნველყოფის განყოფილების უფროს სპეციალისტად. 1999 წლიდან 2000 წლამდე თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის რეგისტრაციის განყოფილებაში საგადასახადო ინსპექტორის თანამდებობაზე. 2000-2003 წლებში ქალაქ თბილისის აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში ნავთობპროდუქტების მონიტორინგის განყოფილების უფროს ინსპექტორად. 2004 წელს დაინიშნა გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის ეკონომიკური სამსახურის უფროსად. 2005 წელს დაინიშნა ოზურგეთის რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ. 2006 წლის ნოემბრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასრულებდა ოზურგეთის რაიონის გამგებლის მოვალეობას. 2008
2011 წლებში მუშაობდა შპს თბილცემენტში, ნატანების ქვის სატეხი ქარხნის ხელმძღვანელად. 2011 წლის აგვისტოდან 2013 წლამდე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთში ჩოხატაური ლანჩხუთის მენეჯერის თანამდებობაზე. 2013 წლიდან ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ კოლეჯ ეტალონს. ყავს მეუღლე ნინო ნადირაშვილი და ერთი ქალიშვილი. მერად არჩევის შემთხვევაში მანო ტაბადაძის მთავარი საზრუნავით სამუშაო ადგილების შექმნა იქნება. ახალგაზრდობის დასაქმებას ვგეგმავ, უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები, ინვესტიციები და შევქმნათ სამუშაო ადგილები და ამით უნდა დავასაქმოთ ჩვენი ახალგაზრდობა, ადამიანები, რომლებიც არიან განათლებულები, სახში ზიან და ეს ხალხი უნდა გამოვიდეს საზოგადოებაში და ერთად უნდა შევქმნათ დიდი ბედნიერი ოზურგეთი, ლამაზი ოზურგეთი, რითაც ჩვენ ამაყები ვიქნებით. მერობის კანდიდატი მის მთავარ პლუსად მენეჯერულ ნიჩსა და გამოცდილებას ასახელებს, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობით დაუგროვდა. მე ძალიან ბევრ სახელმწიფო სამსახურში მაქვს ნამუშევარი და ძალიან კარგად ვიცი რა როგორ და რანაირად გადავანაწილო და როგორ უნდა დავეხმარო მოსახლეობას და საზოგადოებას. და ამიტომ ვთვლი თავს, რომ მე ვიქნები კარგი მენეჯერი, რომელიც ლამაზად გაანაწილებს ამ ყველაფერს, არასამთავრობოებთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, ჩემო ზურგეთლებთან ერთად. ივანე ტაბადაძის მერობის კანდიდატის წარდგენას პარტიის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. წინასაარჩევნო შეხვედრა ჩოხატაურის ქუჩაზე ბეგის სიორიძე ამ მომრჩევლებს სტუმრებთან ერთად შეხვდა. ჩოხატაურის ქუჩაზე გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატის გვერდით ჟურნალისტი გუბაზ მეგრელიძე, პარლამენტარი გია ჟორჟოლიანი და ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე იმყოფებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით ირინა გოგუაძემ მიმართა. ისაუბრეს თუ რა პრიორიტეტები აქვს გამარჯვების შემთხვევაში მერობის კანდიდატს. საზოგადოებას სიტყვით სტუმრებმაც მიმართეს და ბეგი სიორიძეს წარმატება უსურვეს. შეხვედრის დასაზრულს ბეგი სიორიძემ სიტყვით მოსახლეობას მიმართა და მათი პრობლემები მოისმინა. მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი არავითარ შემთხვევაში 1 წლის წინ სავარაუდოდ. იმიტომ რომ მე ამ დაპირებებს, რასაც ასე მრავლად კვირდებით და ასე წელში გამართული კვირდებით ვერ შეგისრულდებდით. იმისი ბერკეტი არ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ამ დაპირებების შესრულება ბეგი სიორიძეს შეეძლო. სწორედაც 15 ივნისის შემდეგ ის რაც მოხდება ჩვენს ქალაქში, მე მომცა იმისი ძალა, რომ გადამედგა ეს ნაბიჯი და გამეცა ეს დაპირებები, რასაც ჩვენ გვიძებთ. ვიცი რომ ჩემი აქ გამოჩენა ნიშნავს მამაჩემის გამოჩენას. ისინი ენდობიან მამაჩემის სიტყვას და ენდობიან მის სისხლს და ხორცს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მე სიმართლის მხარეს ვდგევარ და ამიტომ ვიქნები ყველგან, სადაც გურულები დამიძახებენ. მე აქ ჩამოვდივარ სიხარულით და მე ვთვლი, რომ ჩემი აქ ჩამოსვლით და სიმართლის და სამართლიანობის გვერდზე დგომით ერთგულებას და სიყვარულს ვეფიცები გურულებს. ძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა და ონკოლოგიურ დაავადებათა მასიური გავრცელება. ეს არის დისკუსიის თემა, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ჟურნალისტმა გოჩა ჭანიშვილმა გაზეთ რეზონანსში 7 ივნის გამოქვეყნებულ სტატიას ოპერატიულად გამოეხმაურა და ოზურგეთელ საზოგადოებას იმ საფრთხეებზე ესაუბრა, რომელსაც აწუყვე განადგურებული და დახურული სამხედრო ბაზები და ქიმიური საწარმოები უქმნიან. ჭანიშვილმა ოზურგეთში არაერთი დაბა, სოფელი თუ ქუჩა დაასახელა, სადაც მოსახლეობას ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში უხდება ცხოვრება, რაც ონკოლოგიური დაავადებების მატების მიზეზი ხდება. ჭანიშვილმა ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირება მოსთხოვა. მრავლდება ონკოლოგიური დაავადებები, ონკოლოგის მონაცემებით 500 ავადმყოფი გვყავს ერთ პატარა ოზურგეთში. წელიწადში იღუპება 150, წლის ბოლოს 500 მაინც რჩება, იმიტომ რომ მზარდია ეს რიცხვი. და მოთხოვნა რომ წაუყენეთ შარშან ოქტომბერში ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ მიექცეს ყველაფერ ამას ყურადღება და გარდა ამისა ონკოლოგიურ და ავადმყოფებს ადგილზე ჩაუტარდეს ქიმიოთერაპიით მკურნალობა
არსებობს ამის შესაძლებლობა, ოღონდ ამას უნდა კეთილი ნება, მოინდომოს უნდა ხელისუფლებამ. 500 არ არის პატარა რიცხვი და როცა ერთ ქალაქში 500 ონკოლოგიური ავადმყოფი ხავს, შეიძლება მოინდომო, რომ მათთვის ამ უკიდურესად გაჭირვებული, ჯერ ავადმყოფი, მერე სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის ადგილზე ჩატარდეს ეს ქიმიოთერაპია. იყო ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა ადგილობრივი ხელისუფლებისადმი შარშან ოქტომბერში. თქვენ როგორ გონიათ, გააქვთ რაიმე ინფორმაცია, რომ შეიცვალა უკეთესობისკენ რამე? დღემდე მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა ოზურგეთში გამოსაკვლევია. რადიაციის დონე სპეციალისტების მიერ დასადგენი და შესასწავლი. და გარემოს დაცვითი პრობლემები აქტუალურიცაა და ყურადღება მისაქცევი და მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში მე ვერ ვიქნები კომპეტენტური და ვერ ვიტყვი ცალსახად, რომ ოზურგეთში ეკოლოგიური კატასტროფა არსებობს. ამისათვის მჭირდება ძალიან ბევრი არგუმენტები, არა მარტო მე როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რათა დაიწყოს ქვეითი საქმიანობა. აუცილებელია სპეციალისტების ჩაერება, ვინც რეალურად დადებს დაასკვნას იმის თაობაზე, რომ გახშირდა ონკოლოგიური დაავადებები ზუსტად იმის გამო, რომ არსებობდა ყოფილი სამხედრო ბაზები ოზურგეთის ტერიტორიაზე. ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩართულობის ცენტრში გამართული დღევანდელი შეხვედრა რიგით მეორე იყო, რომელიც ეკოლოგიურ თემატიკას მიეძღვნა. გამოშვებას ამინდის პროგნოზით განვაგრძობთ და ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ გურიის რეგიონში. წვიმა იქნება ოზურგეთში, ჰაერის ტემპერატურა დღისით 20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 14 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს ლანჩხუთში, ტემპერატურა დღისით 23, ღამით კი 16 გრადუსი დაფიქსირდება, წვიმიანი ამინდი იქნება ჩოხატაურში, ტემპერატურა აქ დღისით 21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 15 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი იქნება ამინდი ხვალ გურიის რეგიონში და გამოშვების ბოლოს გთავაზობთ ინტერვიუს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდთან, რომელიც საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ჟურნალისტმა ჩაწერა. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.